თქვა, აი ბრენდს და ბრენდის სწორად პოზიციონირებას. აი რა როლი აქვს ზოგადად აი პროდუქციის რეალიზების საკითხში და ამით მინდა ახლა გადავიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტზე, რასაც ქვია ექსპორტის მიმართულება და ეხლა ჩვენ ზუსტად ერთი წლის წინ მაშინ საუბრობდით იტალიაში ჩატარებულ ექსპოზე, სადაც საკუთარი პროდუქცია ჰქონდა წარმოდგენილი და აი მოდი ეხლა გავყვეთ ზოგადად აი სწორ ბრენდინგს, სწორ მარკეტინგს და თამასას, რაც ქართულ პროდუქციას უნდა ეჭიროს საერთაშორისო ბაზრებზე. ჯერ აი შენ შემთხვევაში რამდენ ბაზარზე გაგაქვს პროდუქცია ექსპორტის მიმართულებით, რა გეგმები გაქვს ზოგადად ექსპორტის პრიზმაში და შემდეგვე ზოგადად ჩვენი საექსპორტო პოლიტიკა მიმოვიხილოთ. აი მიუხედავად იმისა, რომ ღვინო არის ჩვენთვის რაღაცა როგორც ეროვნული იდენტობის, ჩვენი ისტორიის საოცარი სამყარო და ასევე რა თქმა უნდა ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, მე მინდა ცოტა გაგიწმილო შენი ბოლოდინი, რადგან ეს სამყარო ეხლა ჩემთვის არის ზუსტად ჩემი არაკომერციული ნაწილი. და ამას აგიხსნი ეხლა რატომაც ხდება ეს ამბავი. ზუსტად იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც ადრეც ვილაპარაკე და ეხლა თქვენ შეკითხვაში გაჟღერდა, რომ ძალიან უჭირს მცირე მარნებს აი ეს მარკეტინგის, რეკლამის და უცხოერ გამოფენებში. ეხლა მე ასე თუ ისე ვახერხებ რაღაცა 40-ზე მეტი ჯილდო არის ამის ეშანი. ოღონდ კიდევ ერთხელ გეუბნები, მცირე მარანს არც ისეთი რაოდენობის პროდუქტი აქვს, რა ქვია, თან მისი, როდესაც ისე ნატურალურ და ბიო მეღვინეობაზეა დაფუძნებული და ჩვენ ვართ ბიო სერტიფიცირებული ვენახები გვაქვს და იქიდან მოყვანილ ყურძენისგანაც ვიღებთ ღვინოებს. ეს არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ანუ ნამდვილ ქართულ ღვინოს ესე იაფფასიან იმაში, რა ქვია, კატეგორიაში ვერაფრით ვერ გაატარეთ და ვერ შექმნი, რასაც ითხოვს იმპორტიორი და ექსპორტიორი ზოგჯერო. მე მინდა იაფიანი ქართული ღვინო. შესაბამისად, მე რო ვიღაცა მომთხოვოს, ეხლა 2 კონტეინერი გამივსე რაღაცა, ეს ძალიან გამიჭირდება, მაგრამ თუ გავავსებ, ეს იქნება სულ სხვადასხვა დასახელების ღვინოები, იმიტომ რომ ერთი დასახელების ღვინო ჩემ რესურსში არ შეიძლება რომ რაღაცა 20 ტონა მოვიპოვო. ამას იმიტომ ვიძახი, რომ თავიდან როდესაც დავსვი ჩემ წინაში ამოცანები რა უნდა მეკეთებინა, სუსტად იმის გამო, რომ ჩემი ჯანმრთელობა საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა ის ჩვენი ქართული რაღაცას იმის ტრადიციული წესების მიხედვით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის ფრანგი ექიმი პროფესორი დიდხანს მეკითხებოდა 400 გრამზე მესაუბრებით თუ 4 ლიტრზეო, რა ქვია, როდესაც აუხსე მკითხა რამდენს ვამთ ერთი მასზე და გამეცინა რა 400 გრამს ჩვენ სუფრის დასაწყისში ბოდიში ხდება, და პირში ვიულებთ ქართველები მე 400 არამკეებს ავისხებ რა. როგორც ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაცა მოდელს ვაკეთებთ სუბუქს აი ამ წუთში საუბრის წინ. ანუ ფრანგი ექიმიც კი გაოცდა. კი ბატონო. მაგრამ პირდაპირ მიხედავთ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვართ, ანუ საფრანგეთში, სადაც ამის მეტი რა ვიცით, ეს არის ისტორიულ ტრადიციული ქვეყანა მეღვინეობის და უბრალოდ ისიც ვიცით ამ საოცარმა სითხემ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ადამიანს და რა ზიანიც შეიძლება მოუტანოს. კი ბატონო. მაშინ მოხდა ზუსტად ის ამბავი, რომ ამიგზალეს რაღაცა პერიოდით დალევა და როდესაც მე დავლი ერთი ჭიქა ნატურალურ ღვინო 1 წლის გავლის შემდეგ, მაშინ შეიძლება ითქვას აღმოვაჩინე ღვინო. ანუ ღვინის არომატები გავიგე, გემო გავიგე, მანამდე ეს იყო რაღაცა სითხე, რომელსაც რაღაცა ვთვლიდი რომ უნდა მიმეღო რაღაცა ნებისმიერ იმაზე ივენტზე დაბადების დღეზე თუ რაღაცა დღესაც. ნუ ვერ უკვე გახდა შენთვის ბიზნესი და გახდა ხელოვნება რაც თავარი. ხო, აი მაშინ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა შემესწავლა ეს საქმე, წავედი ღვინის სპეციალიზირებულ სკოლაში, ვისწავლე მე რაღაცა სხვადასხვა სპეციალისტებთან ასე თუ ისე და ვიქ დავისახი გეგმა რომ მაღალი კატეგორიის და მაღალი ხარისხის ღვინოები შემექმნა. აი ზუსტად იქ მივედი მაშინ იმასთან გადაწყვეტილებას რომ თუ შენ მასიურ მეღვინეობას მიიღობ ხელს, ხარისხს ვერასოდეს ვერ შეინარჩუნებ და თუ მხოლოდ აი ამ ხარისხზე აიღებ იმას, შენ უნდა შეეგუო იმას, რომ ეს ბიზნესისთვის ვერ იქნება მომგებიანი. რატომ ეხლა ვიძახი? იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება ეს სიამოვნება. ანუ მეღვინე თვითონ ღვინოს მოგების თვალსაზრისით კი არ აძვირებს, როდესაც ეს ხდება გაძვირება რაღაც გარკვეული პროდუქტი. არამედ თვითონ ის ღირებულება იწევს ზევით და ღვინის ესეთ ფასი, რომელიც ზოგს უკვე საქართველოში რატო უნდა ღირდეს, ისე დიახ, ნამდვილი ღვინო საქართველოში უნდა ღირდეს არანაკლებ 30-ისა და
100 ლარის ფარგლებში. ნამდვილი ნამდვილი ქართული, კი პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ საოცრად რთულია მით უმეტეს ბიოღვინოების რაღაცა მოყვანა, იქ სერტიფიცირების სალკე ხარჯებია, იქ არის მისი დასამუშავებელი მასალების საკმაოდ დიდი ის რა ქვია, სიძვირე და შესაბამისად ღვინის თვითღირებულება საკმაოდ მაღალი ხდება. ასეთი ღვინო არის შეიძლება ჩავთვალოთ სპეციფიკური. ადრე ვილაპარაკეთ მართალი ღვინო. კი ბატონო. მართალი ღვინო, რომლის მომთხოვნი რა თქმა უნდა არის გარკვეული კატეგორია, მაგრამ მოდი ერთი გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, აი მართალი ღვინის შენეული დეფინიცია. კარგით, მოდით ვთქვათ ისეთი რაღაცა. ის რაც ხდება ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიაში, ღვინის დაყენების ტექნოლოგიაში, რომელიც 2013 წელს იუნესკომ შეიტანა არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა სიაში, არის ზუსტად ეს ტექნოლოგიის სიდიადე, ამ ტექნოლოგიის დაფასება, რომელიც არის სრულიად ნატურალური პროცესი. ანუ ჭაჭაკლერთან ერთად ხდება ქვევრში ამ ღვინის დაწურვა, ფერმენტაცია, დავარგება და 6-7 თვის თავზე შემდეგ მოხსნა და ეს ღვინო შემდეგ აგრძელებს ამ იმაში თავის სიცოცხლეს. რა ხდება ამ პერიოდში? ანუ პრაქტიკული მონიტორინგი არავითარის ჩარევა არ ხდება გარე იმგენით, რა ქვია, რაღაცა ან საფუარებით, ან რაღაცა გემოების გამაძლებელი ხელოვნური კონსისტენციებით ხო, სრულიად გამორიცხულია ეგ ამბავი. ბუნებრივად ეს ღვინო თვითონ უვლის თავისას, რადგან ამ მარცვლის კანზე არის განთავსებული ძირითადად ის, რა ქვია, ბაქტერიები, იმისი, რა ქვია, საფუარის ბაქტერიები და შესაბამისად ეს თვითონ უვლის თავის თავს, ანუ იმ შაქარს გარდაქმნის ეს ბაქტერიები ალკოჰოლად, ხდება ფერმენტაცია, თვით ფერმენტაციას აკეთებს ეს ღვინო, აი ამ პროცესში, ტრადიციული წესით დაყენებულ ღვინოში და ერთადერთი მონიტორინგი რა სჭირდება, რომ ჰაერი არ მიეკაროს, ბორევა ჭირდება ასე და შემდეგ დალუქვა ჭირდება ისე, რომ ჰაერი არ შეაღწიოს. ეს არის ყოველგვარი ჩარევის გარეშე მართალი ქართული ღვინო. კი ბატონო.